Vachos Anaya var eski talk show ხალხის პოლიტიკა, რომელიც ყოველ ორშაბათს საღამოს 8 საათზე იწყება და 2 საათის განმავლობაში გრძელდება. Დღეს ორი თემა გვაქვს. Პირველი თემა: სტატისტიკა საქართველოში ყოველთვის დავის საგანია, ოფიციალურ მონაცემს ხშირად აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ასე ხდება კრიმინოგენული ვითარების შემთხვევაშიც. დღეს სწორედ კრიმინალზე ვისაუბრებთ, გვექნება დებატები, გავაანალიზებთ სტატისტიკას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. მონაცემი 2016 წელს მოიცავს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. რა ტენდენციებია დოკუმენტის მიხედვით, რა მიმართულებით მოიმატა და მოიკლო დანაშაულის რაოდენობამ. დღეს ხალხის პოლიტიკა წარმოგიდგენ დებატებს ჩვენ სტუდიაში. გადაცემის კიდევ ერთი თემა თვითმმართველობის რეფორმაა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვით ადრე ხელისუფლებამ თვითმმართველი ქალაქების მიმართულებით ცვლილებებზე დაიწყო ლაპარაკი. ჯერ გაყოფა, ახლა გამსხვილება. თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა, ახალციხე და ემშვიდობებიან თუ არა არჩევნებამდე ეს ერთეულები თვითმმართველი ქალაქის სტატუსს. პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებით დაგეგმილი ცვლილებები თუ ზრუნვა ხარჯების დასაზოგად და უკეთესი მმართველობისთვის. 40 მილიონი ლარით გაიზარდა ხარჯები. ჩვენი ქვეყანა პატარა ქვეყანაა და ჩვენ არ აგვაქვს უფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. შესაძლოა ზოგადად მმართველობის განხორციელებისათვის უფრო ეფექტური იყოს უფრო გამსხვილება. რატო ხდება დღეს წინასაარჩევნო თავგადაწყვეტილების მიღება? ხო არ არის პოლიტიკური პრობლემა? გააუქმებს თუ არა ხელისუფლება თავისსავე გადაწყვეტილებას, რომელიც 3 წლის წინ ასევე არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მიიღო. რა შეიცვალა 2014 წლიდან დღემდე. ეს იყო არასწორი ცვლილება, ყველა თვალსაზრისით, ეკონომიკური, სოციალური და ამ შემდეგ. დაიხებს თუ არა უკან თვითმმართველობის რეფორმა და რა მომავალი აქვს ქვეყნის დეცენტრალიზაციას. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის გაძლიერება ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ნებისმიერი ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შეზღუდვა ჩვენთვის არის მიუღებელი. ხელისუფლებას ეშინია ხალხის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ხალხის არჩევანის. მე არ დაუჭერდი ამას მხარს, იმიტომ რომ თვითმმართველობის ელემენტები ამ ქალაქების საქმიანობას სძეს თავისუფლებას. დღეს განსხვავებული პოზიციები და დებატები ხალხის პოლიტიკაში. კრიმინალის თემა საქართველოში კვლავ დაპირისპირების საგანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2016 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ვინ ენდობა და ვინ არა მონაცემს. რა მიმართულებით გაიზარდა და შემცირდა დანაშაულის სტატისტიკა ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით. დანაშაული და სტატისტიკა, ოპონენტები ერთმანეთის პირისპირ და ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები. მორიგი დებატები ხალხის პოლიტიკაში. დღეს 20 საათზე ხალხის პოლიტიკა, ყველაზე აქტუალური თემები, დისკუსია, ფართო აუდიტორია და 2 საათი პირდაპირ ეთერში. მაშასე თქვენ უყურებთ ხალხის პოლიტიკას, ეს გადაცემა მომდევნო 2 საათის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ ვიწყებთ პირველი თემით, ეს ეხება კრიმინალს და ოფიციალურ სტატისტიკას. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმრებს: ბენო ქაშაკაშვილი, ქართული ოცნება. საღამომშვიდობისა, მობრძანდით, ბატონ ბენო. დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი სტუმარი, დაიკავეთ თქვენი ადგილი. ნონა ფილაური, ადვოკატი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით, ბატონ ნონა. გიორგი ჩიქოვანი, ახალგაზრდული ცენტრი. ნინო ლაპიაშვილი, ნაციონალური მოძრაობა. ნინო, მობრძანდით. დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაბრძანდით თუ შეიძლება. ეკა წამალაშვილი, ნაციონალური მოძრაობა. საღამომშვიდობის და ზვიად კულპრავა, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი. დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა ჩვენს აუდიტორიას. მე მინდა ეკა წამალაშვილს ვთხოვო, მობრძანდეს ჩვენთან ტრიბუნასთან. ეკა, მუდმივად ოფიციალური სტატისტიკა, ყოველთვის ეს ასე იყო, ყოველთვის დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ. რამდენად ასახავს ის რეალობას? ჩვენ შეგვიძლია რეალობას შევხედოთ ორი კუთხით. ერთი, რასაც ვთქვათ, მედიის საშუალებით ვისმენთ ყოველდღიურად და მეორე, როდესაც ოფიციალური სტატისტიკა ქვეყნდება. თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ამ ოფიციალური სტატისტიკის მიმართ? ნდობის რა ხარისხს იწვევს ის თქვენში?
მე არ მაქვს ნდობა ოფიციალური სტატისტიკის მიმართ, რადგან დამოკიდებულება თვითონ ამ სტატისტიკის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი ხელმძღვანელობის მხრიდან არის ცნობილი, ხომ? მათ შეცვალეს ყოველთვიურად სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების პრაქტიკა და გადაწყვეტეს, რომ წლის ბოლოს შეეჯამებინათ, ასე ვთქვათ, სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მეთოდოლოგიის მიმართაც შეკითხვები დასვა მოქმედმა მინისტრმა და გადაწყვეტეს, რომ უკეთესი იქნებოდა თუკი სხვადასხვა საგამოძიებო უწყებების მონაცემები გაერთიანდებოდა ერთად და ესე იქნებოდა წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემები და არა ცალ-ცალკე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებთან ერთად სხვა საგამოძიებო უწყებების მონაცემებიც გაერთიანებულიყო. ამეთში ეს თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ადგილი აქვს მანიპულაციებს და რეალური სიტუაციის, ასე ვთქვათ, შელამაზების მცდელობას და ბევრი ხსმენია იმის შესახებაც არგუმენტირებული დასაბუთებული ფაქტების არგუმენტული მსჯელობა იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს შესაძლოა შინაგან მონაცემების ხელოვნურად შერბილებას, ასე ვთქვათ, მძიმე დანაშაულის უფრო სუბიექტური დანაშაულის რანგში გაყვანას. რომლის მიმართ თქვენ ნდობა არ გაქვთ. დიახ. მაშინ საიდან იღებთ ინფორმაციას და როგორ ხვდებით ქვეყანაში მოიმატა კრიმინალის დონემ თუ მოიკლო? ეს რაღაც თქვენი პირადი განცდებია თუ მედიას როდესაც ადევნებთ თვალყურს ამის მიხედვით აკეთებთ? კი ბატონო, ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში და ყოველდღურად გვესმის სხვადასხვა მძიმე დანაშაულების შესახებ ინფორმაცია სამწუხაროდ. დღესაც იყო მსგავსი ფაქტი, მოგეხსენებათ გელა ხვედელიძის ცემის ფაქტი. ხან გვესმის ინფორმაცია, რომ ადამიანებს ქუჩაში აყაჩაღებენ, ძარცვავენ, ბანკებზე თავდასხმის და ფულის გატაცების ფაქტები. ამ ხელისუფლების პირობებში პირველად გავიგონეთ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ისეთი მძიმე ფაქტის შესახებ, როგორიც იყო ადამიანების წამება ცხელი უთოთი. ესეთი ფაქტი იყო რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ვანის რაიონში. ბატონო? ხომ არ დააკონკრეტებთ გვარი არ მახსოვს, მაგრამ ეს იყო თუ არ ვცდები 2003 ზუსტად არ მახსოვს წელი, მაგრამ გახმაურებული ფაქტია. ვანის რაიონში იყო ცხელი უთოთი დაუთავება დედის და ბავშვის. ფოტოებიც იყო მაშინ გავრცელებული დამწრობებით ადამიანების. ესეთი ფაქტები ჩვენ გვახსოვს შევარდნაძის ბნელ წარსულში, როცა კრიმინალი იყო ქუჩაში. გარდა ამისა, ეს ხელისუფლება როგორც კი მოვიდა, პირველი ნაბიჯები რაც გადადგა იყო ის, რომ გაკეთა დიდი ამინისტია, გამოაცხადა და გამოუშვეს ბევრი პატიმარი და ამას გარდა პოლიტიკური პატიმრების სტატუსით გამოუშვეს ადამიანები, მათ შორის კრიმინალები. და შემდეგ გვესმოდა ბიძინა ივანიშვილის განმარტება, რომ გაგებით უნდა მოვკიდებოდით კრიმინალის დასს და კიდევ რა თქმა უნდა შესაძლებლობას, რომ თქვენი აზრი გამოთქვათ. ბატონ ბენოს მინდა ვთხოვო ჩვენთან. ბატონ ბენო, აი თქვენც მინდა დაგისვათ იგივე შეკითხვა. თქვენ ენდობით ოფიციალურ სტატისტიკას და არ გაქვთ საფუძველი რომ მასში ეჭვი შეიტანოთ. და ეს არის დოკუმენტი, რომლითაც ხელმძღვანელობთ გაიზარდა თუ მოიკლო ქვეყანაში კრიმინალმა და საერთოდ როგორი ვითარება გვაქვს ამ კუთხით. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის, ყველა იმ აზრისათვის, რომელიც გამოითქვა, ეკასაც მადლობა მინდა უთხრა და ტელემაყურებელსაც, ვისაც ალბათ სასიცოცხლოდ აინტერესებს ეს თემა. ძალიან სწორად დაყენებული საკითხია და მე მინდა გითხრათ, რომ მე აბსოლუტურად ვენდობი იმ მონაცემებს, იმიტომ რომ მე სხვა მონაცემები არ გამაჩნია. თუ გააჩნიათ ოპონენტებს, სიამოვნებით შევადარებდი მათ, ხოლო დასმულ კითხვაზე თქვენ სწორად დაუსვით კითხვა, აი ამ მედია საშუალებების გაშუქების ფონზე თქვენ როგორ გძნობთ და მან სრულიად დამაჯერებლად თქვა, რომ მე არ გძნობ თავს დაცულად, იმიტომ რომ გამოუშვეს კრიმინალები, იმიტომ რომ ხდება ძარცვა, დაუთავების ფაქტიც ყოფილა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ალბათ იყო. ამას წინათ მე დავამატებდი მაგას, რომ მამას შვილი შემოაგდა თუ მოკლა ოჯახური უსიამოვნების ფონზე, მომხდარა რაღაც სოლქმულ ღალატის ფონზე, კიდე რაღაც სისხლის დანაშაული და ასე და ასე შემდეგ, რაც მე რადიოთი ან ტელევიზიით მოვისმინე. ნუ სამწუხაროა, რომ ეს ფაქტები ხდება, პირდაპირ მინდა ვთქვა, მაგრამ ის სტატისტიკა, რომელიც აი ანონსში გადიოდა, არ მეტყველებს იმას, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდივართ. ის სტატისტიკა მეტყველებს, რომ ნაბიჯ, მაგრამ ხულიგნობა გამოჩნდა ეკრანზე, ქურდობა, სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ფაქტები, ყაჩაღობა, მათ შორის მკვლელობის მცდელობა. ქურდობის მიმართულებით აი ხელმე ხელში მიჭირავს, გაზრდილია.
ფაქტები ოჯახში ძალადობის ხრივაც ბევრი სხვადასხვა მონაცემია აქ და ალბათ მეც იგივე მაგ და მინუსები აწერია ყაჩაღობას, ქურდობას, ყოველ შემთხვევაში ყაჩაღობა -100, ძარცვა -70, მკვლელობის ცდილობა -37, ხულიგნობა მინუსი, ცეცხლსასროლი არის -76. აი ეს არის საიტიდან ამოღებული დაახლოებით 9 საათის წინ. არ ამგონია რომ შეიცვალოს, მაგრამ მე იმას დავამატებდი რომ კრიმინალები მართლაც გამოუშვეს. ეს იყო ერთ-ერთი დაპირება იმ პარტიის, რომლის წევრიც გახლავართ. ჩვენ ფიქრობთ და დამაჯერებლად შემიძლია ვთქვა, რომ გამოუშვეს ალბათ დამნაშავეებიც მათ შორის, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და არ მოუხდიათ სასჯელი. მე უბრალოდ პოლიტიკური პატიმრებიც გამოუშვეს ძალიან დიდი რაოდენობა მათ შორის და შემიძლია გითხრათ, რომ დაანონსებული პოლიტიკური პატიმარი იყო გამოშვებული. მედია საშუალებები ბაკური კიღურაძე ახლა არ წავალ შორს რა ნიბას ფლობელი, რომელიც აშენებდა და დაიჭერა, მაგრამ არ გვინდა ახლა კონკრეტიკაზე საუბარი. უკაცრავად გეგის ბაკური კიღურაძე დაჭერილი იყო პოლიტიკურად შპიონობის მუხლით, ამ დროს არანაირ რუსეთში არ დაურეკია საერთოდ თქვენ რო იცოდეთ. ამაზე ყველა ფაქტები რომ პოლიტიკური სტატუსით გამოუშვეს, მაგრამ ქალბატონ ეკას მიაჩნია რომ ესენი არ იყო დამნაშავე ყაჩაღებები. მაგრამ მაბატიეთ რაღაც თქვენ თქვით, მეც გეტყვით რა. თქვენ ახსენეთ რომ კრიმინალები გამოუშვეს დიდი რაოდენობით. გარდა მაგისა მედია საშუალებები აანონსებდა რომ არჩევნებამდე განსაკუთრებით და შემდეგ არჩევნების შემდეგ პერიოდულად რომ ქურდები შემოვიდნენ ბათუმიდან, არ ვიცი ყაზბეგიდან და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ 300,000 დამნაშავე გამოუჩვით. თუ მეც მონაწილე ვიქნები, ჩემთვის ამაყოა. კრიმინალი 300,000 როგორ გამოუშვით? 300,000 სად იყო ციხეში რო გამოგეშვით? რამდენიც იყო? კარგი, დავიდაოთ ციფრები. რამდენიც იყო იმდენი გამოუშვეს, ქურდები შემოვიდნენ. პატიმარი, როგორ იქნებოდა საქართველოში 300,000 პატიმარი? რამდენი იყო? დაახლოებით 20,000-მდე იყო, ხო? 45,000 დამნაშავე გამოვიდა, არ ვიდაოთ. ხა მაპატიეთ 45,000 დამნაშავე როგორ გამოვიდა? 45,000 პატიმარი ყავდა? გამოვიდა 10,000. არ გედავებით ხალხნო რა. კი ბატონო, სხვააც წავით. თქვენ თვითონ თქვით, გოგონა, მაპატიეთ, ეკა, ჩემო კარგო, რომ კრიმინალები გამოუშვეს და რამდენიც გამოუშვეს, იმდენზე ვსაუბრობ. არა, უბრალოდ ვაზუსტებ, რომ 300,000 პატიმრის გამოშვება შეუძლებელია ესეთი რამე ხო გამოუშვით. შევასრულეთ ეს პირობა. აი იმდენზე ვსაუბრობთ, რამდენი გამოუშვით. დაემატა მაგას ქურდები, რომელსაც ხელისუფლებამ დართონება და შემოვიდნენ. დაემატა მას ის რუსეთიდან შემოგზავნილი შპიონები, რომლებიც დადიოდნენ და აქ დანაშაულებებს ჩადიოდნენ, ეს მედია საშუალებები, რაც აანონსებდა და ამის ფონზე, ჩემო კარგო, ის ციფრები შემცირდა. ესე იგი, კი არ უნდა პანიკაში ჩავარდეთ და ისტერიკაში. პირიქით, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს თქვენ უნდა უთხრათ, რომ როგორ მოახერხეთ აი ამ ხელა დანაშაულებრივი ტალღის ფონზე უკეთესი ციფრების მიღწევა. კი ბატონო, გასაგებია, რასაც ამბობ, მე ზვიად კუპრავას მინდა ხოლო ჩვენთან ამოვიდეს. ესე იგი, აქ დავის საგანი არის ასევე ის, რა манипуляციის საშუალებას იძლევა სტატისტიკა. რა შეიძლება იმალებოდეს იმის მიღმა, რასაც ოფიციალურად ფურცელზე ვკითხულობთ. მე გავეცანი თქვენს Facebook აქტიურობას ამ თემასთან დაკავშირებით, თქვენ არ გჯერათ რომ ეს სტატისტიკა არის რეალობის ამსახველი, იქნებ გვითხრათ არგუმენტები, სად იმალება აქ რაღაც ისეთი, რაც მალავს სიმართლეს. გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონო, ახლა მივესალმებით თქვენს სტუმრებს და მაყურებელს. დიახ, არ მჯერა და არ მჯერა, იმიტომ რომ ის სტატისტიკა, რომელიც გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძალიან ისე კორექტულად რო ვთქვათ, არის ტყუილი. და რატომ არის ტყუილი? აქ ბატონმა ბრძანა, რომ გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სტატისტიკისა, რომელსაც ის გვთავაზობსო, ჩვენ არა გვაქვს სხვა შესაძლებლობა გავეცნოთ კრიმინოგენულ მდგომარეობას სხვა წყაროდან. ერთის მხრივ ეს ადამიანი მართალია, იმიტომ რომ მონოპოლია შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია დანაშაულის აღრიცხვის და ერთადერთი ორგანოა ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ მეორეს მხრივ არის სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითი, რის რაზე დაყრდნობითაც მე შემიძლია ეს ვისაუბრო
ვაუწყებრო და არგუმენტები მოვიყვანო. მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა გახსნის მაჩვენებელი 77%-იანი გასულ წელს და 57%-იანი წლევანდელ წელს, რომელიც არის აგერ არის ბატონო, აგერ მომაკ 67-ია გასული წლის და წლევანდელი არის 57 10%-ით ნაკლები არის. ეს არის ამ სფეროში კრიმინალთან მიმართებაში გახსნის მაჩვენებელი. დაახლოებით აი კოსმოსურ მდგომარეობაში იმყოფება ეს მაჩვენებელი ამ შემთხვევაში სტატისტიკის კონკრეტულად ეს ნაწილი, რადგან არსად დედამიწის ზურგზე ნორმალურ ევროპულ და ზოგადად ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში არ არსებობს გახსნის მსგავსი მაჩვენებლები გარდა კორეისა, ჩრდილოეთ კორეისა, სადაც გახსნის მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ს უტოლდება, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კორეის ხალხმა იცის, რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატის მოიგეს, ფეხბურთში ბრაზილიას მოუგეს. აი ამ ადამიანებს ატყვევენ ასე და ეუბნებიან, რომ გახსნის მაჩვენებელი გვაქვს 80%, ზუსტად იგივე მეთოდოლოგია ხდება ჩვენთან. გახსნის მაჩვენებელი არის 50%-ზე მეტი. დიახ, გეტყვით, მაგრამ 50 საქართველოში 50%-ზე მეტი გახსნის მაჩვენებელი სტატისტიკას არ ქონია. 50%-ზე ზევით არ ყოფილა 2013 წლამდე. დიახ, ერთი და იგივე. აი 57 თქვენ ახსენეთ. 50 დიახ, ეს თქვენი სტატისტიკაა და მაგას გეუბნებით. თქვენი სტატისტიკაც იგივეა. ისიც იტყუებოდა. აი ჩვენ შევხედოთ ახლა წინა ხელისუფლებას ჩვენ შეიძლება ბევრ რამეში გავაკრიტიკოთ და შევედავოთ, მაგრამ ნამდვილად ვერ შევედავთ და გავაკრიტიკებთ კრიმინალთან მიმართებაში, რომ იმ პერიოდში კრიმინოგენული მდგომარეობა ნამდვილად იყო წყობრი ქვეყანაში, იყო დალაგებული კრიმინალური სიტუაცია არ იყო საგანგაშო და იმ პერიოდში გახსნის მაჩვენებელი იყო აი 2012 წლის 25%-იანი გახსნის მაჩვენებელი ქონდა 2012 წელს. თუმცა აგერ არის ეს რომელი წელია 59%. 59%. ლევანდელ 2012-ში არის 25%. ბავშვური ეს მოგება. 2016 წლის მონაცემებით გახსნის მაჩვენებელი არის 57%. 2012 წელს ნამდვილად დაბალია, მაგრამ არის სხვა წლები, სადაც 50%-ზე ზევით არ არის. ზოგადად ნორმალურ ქვეყნებში გახსნის მაჩვენებელი 100-დან 100-დან არ ზანა. 100-დან 50 გახსნილი საქმე არის ძალიან კარგი მაჩვენებელი. ბატონო ხო, მაგრამ არ არსებობს 70 გახსნილი საქმე 100-დან. ეს არის თავარი რაც ამოიკითხეთ ამაში. თავარი რაშიც პროგრამა არის 100-დან რადგან წინა ხელისუფლებაზე ვისაუბრეთ, მაშინ იგივე პარალელს გავავლებ. მაშინ როდესაც 25%-იანი მაჩვენებელი ქონდა 2012 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ვანო ბერაბიშვილი მართავდა, 2013 წელს უკვე შემდეგ წელს ჭიკაიძის მოსვლის შემდეგ ეს მონაცემები გახსნის მაჩვენებელი ავიდა 55%-მდე, 100%-ზე უფრო მეტად გაიზარდა გახსნის მაჩვენებელი. აქ ძალიან მკაფიოდ იკვეთება და აშკარად სიყალბე ამ სტატისტიკის. კი ბატონო, ასევე საინტერესოა ეს გახსნის მაჩვენებელი ეს არის ერთი, მაგრამ ხდება თუ არა უფრო მეტი დანაშაული. ეს არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. კარგად დააყენა საკითხი. ასევე ხდება თუ არა უფრო მეტი დანაშაული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უფრო მეტი დანაშაული. ამ კითხვაზე ისევ და ისევ საზოგადოებრივი აზრი ჩვენ გარდა თქვენს მიერ მოყვანილი აქ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკისა, როგორც გეუბნებით, ძალიან ცუდია, რომ ალტერნატიული შესაძლებლობა საზოგადოებას არ აქვს მიიღოს რეალური სტატისტიკა, ეს ნამდვილად სამწუხაროა. გააკეთეთ მე რაიმე ორგანიზაცია და დათვალეთ რა პრობლემაა. არა. ამ თლაზე არ არის აქ. მე გეუბნებით, რომ ადგილზე ყალბდება სტატისტიკა კონკრეტულ განყოფილებებში, მაგალითად ოჯახში, მაგალითად შილდაში 7 ცხენი მოპარეს ოჯახს და პოლიცია შეუდგებია რომ გლებმა შეგიჭამა ცხენები. ანუ არ აღიძრა საქმე, დიახ. ჩემს მაგალითზე მოგიყვან, ჩემს ეზოში შესასვლელი შლანგბაუმი, რომელიც რკინის არის და საკმაოდ მყარი კონსტრუქცია არის. კარგი, დაასრულეთ თქვენი აზრი ქალბატონმა ადამიანმა და პოლიცია მოვიდა და წუხელ ქარი იყო ძლიერია და ძლიერ ქარს დააბრალეს და განცხადება დაწერეს რომ ქარმა დაამტკიცა. აი აქ ყალბდება, აი ამ შემთხვევაში ყალბდება და ეს არის მაგალითები როგორც ყალბდება სტატისტიკა. არის თუ არა სიმართლე და ასახავს თუ არა რეალობას ეს სტატისტიკა. აი არგუმენტები რაც ახლა თქვენმა ოპონენტმა თქვა. ერთი მხრივ დანაშაულის რაოდენობასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ გახსნის მაჩვენებელთან დაკავშირებით. არა, მე არა მაქვს საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში რამენაირად შევიტანო ეჭვი. იმიტომ კი არა, რომ მენდობას უცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. არა, უბრალოდ იმიტომ, რომ ვარ პრაქტიკოსი ადვოკატი და ძალიან კარგად ხვდები რა ხდება ჩემს გარშემო. მე ყოველდღიურად შევდივარ სასამართლოში და გამოდივარ
ყოველდღიურად ხვდები დაზარალებულებს და თითქმის ყოველდღიურად მიწევს ამ სფეროში მუშაობა. აქედან გამომდინარე მე არ უყურებ ამას ყველაფერს შორიდან. მე უშუალოდ ჩართული ვარ პროცესში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი თუ არ არის უფრო მეტი მაჩვენებელი დანაშაულის გახსნის. იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვინდა ეს პრაქტიკა. არა, ეს არის ძალიან მაღალიო ამბობს თქვენი ოპონენტი. ეს პრაქტიკა აღარ გვინდა, რომ ერთი ადამიანის ასე ვთქვათ, ჩვენებით დანაშაული გამოვაცხადოთ გახსნიდათ. ეს არის ძალიან ცუდი. ეს იყო წინა ხელისუფლების დროს და რამდენიც გინდა ველაპარაკოთ ახლა ზვიადი და ნაციონალური მოძრაობის 9 წლიან მმართველობის დროს ვაღიაროთ ერთი რამე, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი დანაშაულებები, თანამდროს იყო უსაფრთხო. მე გიხსნით თუ მაცდით გეტყვით. და ერთი მხრივ ამბობდნენ რომ დანაშაული არ ხდებოდა და მეორე მხრივ სახეზე ქონდა ციხეში შევდივით და ადგილები არ იყო. 40,000 კაცი იჯდა ციხეში. 300,000 ყოველ მეხუთე კაცი თითო პატიმარი მოდიდა. 300,000 პრობაციონერი ყავდა. ეხლა მე ვსვავ კითხვას, თუ ეს ადამიანები დანაშაულს არ ჩადიოდნენ და არ იყო ესეთი მაღალი სტატისტიკა დანაშაულის, მაჩვენებელი არ იყო ესეთი მაღალი, მაშინ ამ ხალხს ციხეში რა უნდოდა. გინდა გითხრათ მე რას საყვედურობენ დღეს? ძალიან ბევრი ადამიანი სხვათა შორის ზალოვან სტრუქტურაში იყო ეს მომშავე თუ ასე შემდეგ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის მომხრეები პირდაპირ მეუბნებიან ქალბატონო და რას საყვედურობთ ბატონო ქვეყნის საქმე გქონდათ წინა ხელისუფლების დროს ვერ აუდიოდით ასე ვთქვათ თქვენ როგორც ადვოკატის საქმეებს და ეხლა აღარა გაქვთ იმდენი საქმეები რომ იმდენი დანაშაული აღარ ხდება. ანუ თქვენ ამბობთ რომ მაშინ ხდებოდა უფრო მეტი დანაშაული. არა ვერ გავიგე თუ მაშინ არ ხდებოდა მეტი დანაშაული და საერთოდ არ იყო ეს პრობლემა, მაშინ რატო ყავდა ამდენი პატიმარი და ამდენი პრობაციონერი? გასაგებია. ქალბატონ ნინო ლაპიაშვილი მინდა ჩვენთან. მე მინდა დაგისვათ ერთი კითხვა, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ გადავსებ ძალიან ბევრი პატიმარი იყო საქართველოში. მე მიჭირავს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ წინდელი სტატისტიკა, სადაც წერია, რომ 1 წლის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულიდან გახსნილია 20,661 დანაშაული. 20,661 დანაშაული, რომელსაც შეიძლება უფრო მეტი მსჯავრდებული, უფრო მეტი შეიძლება უფრო მეტი ბრალდებული ყავდეს, ვინაიდან დანაშაული შეიძლება ჯგუფური იყოს. შესაბამისად, თუ დანაშაულია 20,000-ზე მეტი, დანაშაულის ჩამდენი ბუნებრივია გაცლებით მეტი იქნება. მაშინ რას უშვებით ამ 20,611 ადამიანს? ციხეებში არ გიზით ადამიანები, ვინც არა გიწერიათ, აი თქვენი სტატისტიკა ჩადენილია, რეგისტრირებული და გახსნილია 20,000-ზე მეტი დანაშაული. თუ 20,000-ზე მეტი დანაშაულია რეგისტრირებული გახსნილი და რა შეიძლება ხალხი რატომ არ ზის შესაბამისი ციხეში? კარგი, გასაგებია, ქალბატონო ეკა, გისმენთ. გიორგი, აბა ადმინისტრაციული, ეს არის სისხლის უკაცრავად. ბოდიშვი. არა, ყველას მოგცემ, როგორც არ უსვიათ პრეზენტაციას საუბარი შესაძლებლობას გამოთქვა თქვენი აზრი. ეკას დრო არის მას მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ აბსოლუტურად არ ვენდობი ამ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკას და ახსენი რატომაც. გაზრდილი მაჩვენებლების შესახებ ერთ-ერთი манипуляციის მეთოდი სწორედ გახდათ ის, რომ გაერთიანდა სხვადასხვა საგამოძიებო უწყებების მონაცემები ერთ ჯგუფში და არა ცალკე ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნა. უფრო დეტალურად სხვადასხვა ფინანსური და ასე შემდეგ. სხვადასხვა ასევებას არ ესმის, იქნებ დეტალურად ახსნა. ჩაიხედეთ მეთოდოლოგიაში. რატომ თქვა უარი შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც არ ხდებოდა ყოველთვიურად გამოექვეყნებინა სტატისტიკური მონაცემები. ალბათ თუ შეიძლება მე თქვენ გისმენდით, ინო დამანამდე ერთი გაასახელეთ, ვერ ამბობთ. ან 2012 წლამდე ანუ სტატისტიკა იყო გაერთიანებული და ყველა უწყების მონაცემი ქვეყნდებოდა ერთად და როგორც იცით ყოველთვიურად. ამის შემდეგ მაგაზეც გაგცემ. თუ შეიძლება არა მაპასუხებინეთ რა თუ შეიძლება. შემდეგ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, კი ბატონო ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ამნისტიის შემდეგ შეიძლებოდა კრიმინოგენური ვითარება, მაგრამ როგორც კი დაიწყეს გამოთხოვა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის მონაცემების, მაშინ მიიღეს პირველი უარი 2013 წლის დასაწყისშივე და მალე გამოქვეყნდა. კი ბატონო,
მეთოდოლოგია შეიცვალა ხო შემდეგ სხვანაირად ითვლიდნენ შემდეგ სხვანაირად კი ბატონო და ოფიციალური მინდა დაიწყე დაცვა ოფიციალური არგუმენტაცია იყო ის რომ მეთოდოლოგია შეიცვალა მათ უარი თქვეს იმაზე რომ გაერთიანებული სტატისტიკა ესე ვთქვათ წარმოედგინა და უწყებების მიხედვით ჩაშალეს ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის უწყებრივ დაქვემდებარებაში მყოფ საქმეების შესახებ ესე იგი სტატისტიკას ცალკე აქვეყნებდა შემდეგ რაღაც პერიოდი რომ გავიდა მიხვდნენ რომ ამაზე უარი თქვეს ეს არის არარეალისტური სურათი, იმიტომ რომ მათი მონაცემებით იმდენად შემცირდა დანაშაული სტატისტიკა, რომ უკვე ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ სადღაც არის დიდი ტყუილი და ეხლა აი აქ გაქვს ციფრები, აი დაგიჭერთ და მითხარით რა. მაშინ იქნება, არა, იქნება მაშინ ლოგიკურად ამიხსნათ, რატომ თქვენ მაშინ შარშან, რომ ისევ გაერთიანებული სტატისტიკის წარმოდგენას აპირებთ. რატომ შეცვალეს? ორჯერ რატო შეცვალეს? შეცვლილი არის რამოდენიმე პროცენტი. რა ისტერიკა? თუ შეიძლება. შეცვლილი არის. ეს არ არის, ეს არის და მეორე. ერთმანეთს მივცეთ შესაძლებლობა აზრის დასრულების. 2012 წლამდე მეთოდოლოგია რაც არსებობდა, იმაზე თქვეს უარი, ახლა ისე გადავიდან იმ 2012 წლამდე არსებულ მეთოდოლოგიაზე. ეს აძლევს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა იმდენად შემცირდა, რომ იყო მართლა არარეალური, ახლა ისე გაერთიანეს და თქვენ რაღაცა ციფრები მოიგონეთ, რომელიც აბსოლუტურად სანდო არ არის. სირცხვილია, რომ ნაციონალური მოძრაობის გახსნილ საქმეებს მხოლოდ 6%-ით ვაჯობთ. ზუსტი მეცნიერება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს იქნება გამჭვირვალე და არ იქნება დახურული ინფორმაცია, თუ ხელმისაწვდომობა გვექნება, თუ უაპელაციოდ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩვენი ერთ დღეს არ გვეტყვის, რომ მე უფლება მაქვს, რომ თქვენ არ გაგისაჯაროო სტატისტიკა, თუ შეწყვეტს პრაქტიკას, რომ ყოველთვიურად გაესაჯაროებინა, თუ მოწმე და დაითვლით სათითაოდ? მე გასაგებია გიორგის დრო არის კიდე ქალბატონო კიდე მოგცემ გვაქვს არ ვიშლებით კიდე მოგცემ შესაძლებლობას გიორგის არგუმენტები მოვისმინოთ აი ამ ჟელობასთან დაკავშირებით აი ახლა ჩვენმა მაყურებელმა როგორ გაარკვიოს სად არის ელექტრონულ წარმოებაზე ვიტყვი რა ამ კარგი მაშინ მოკლედ თქვით თუ შეიძლება თქვენ თქვით რომ ბარათებით ითვლიდნენ და ქართული ოცნების მთავრობამ თქვა რომ ელექტრონული საქმის წარმოება რეალურად მათ დროს შემოვიდა ესეც გადამოწმებადია შეგიძლიათ ნახოთ რომ ელექტრონული საქმის წარმოება მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატორში 2011 წელს უკვე არსებობდა და ესეც ტყუილია ანუ იმდენი ინფორმაცია არის რომელიც ერთმანეთს ან არ შეესაბამება ან ტყუილია რომ ბუნებრივად საქართველოს მოქალაქეებს უჩნდებათ ეს ნიშნები ბატონებენო უკაცრავად ხო მართალია თქვენ დროს იწარმოებოდა ეს ციფრები არ შეცვლილია მოგცემ გიორგის შემდეგ გიორგი გველოდება მას აზრის გამოთქმის საშუალება უნდა თქვენი არგუმენტები გიორგი ჩვენ და სამწუხაროდ ექვსი კი არ უნდა ყოფილიყო თემი ბოდიში ბატონებენო უფრო იოლი გახდა მოგესალმებით პროგრამაში მაყურებელს მივესალმები მადლობა მოწვევისთვის უფრო იოლი გახდა ეხლა იმის შემდეგ რაც წარიმართა რა დებატები წარიმართა ეხლა სტუდიაში პასუხის გაცემა ამ თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე. პირველ რიგში მე ვერ მოვისმინე არგუმენტები ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმიტომ რომ მე მათ ოპონენტებს ვეძახი პირველ რიგში რატო? იმიტომ რომ აქ მოვისმინე დღევანდელი ხელისუფლების ესე ვთქვათ პოლიტიკა სამართალდამცავი უწყებების ესე ვთქვათ წარმოდგენით შეადარეს გარკვეულწილად რაღაც შევარდნაძის დროინდელ პოლიტიკას. მე აქ ვერ გავიგე თქვენის მხრიდან, ნუ თქვენ მართალია ხა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ხართ და არ იტყვით ამას არასდროს, მაგრამ მე აქ ვერ მოვისმინე იგივე წინა ხელისუფლებასთან შედარება. ჯერ ერთი ჩემი აზრით შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ აქ ესე იგი მათი მხრიდან აი მოუდგენელი რაღაცა ფაქტები წარიმერთ მე მინდა ასევე ჩემს მეგობრებს უთხრა ერთი წამით აი მაგაზეც გიპასუხებ უკაცრავად კი ბატონო იყოს ზუსტად გეტყვი ციფრს გეტყვით თუ შეიძლება 24000 პატიმარი გახდათ საქართველოში უკაცრავად ზუსტად ვიცი უკაცრავად ერთი ციფრა 24000 პატიმარი გახდათ და 300000 პრობაციონერი და ეს არის გამოსავალი თქვენ ამას გულისხმობთ რადგან 40000 არ იყო და იყო 24000 პატიმარი და 300000 პრობაციონერი ეს არის გამოსავალი გადავსებული იყო ციხეები და დღეს ჩვენ თუ ნახავთ და თუ გამოვარკვევ და მე ხელისუფლებას ყოველთვის მიუმართავ ეს მობიერი დამოკიდებულება რომელიც დაიწყო 2012 წლიდან იმ ოპონენტების მიმართ რომელთა დროსაც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კი არ მიმდინარეობდა ხალხის ადამიანების მოსახლეობის დაცვა არამედ მიმდინარეობდა მათი ჩაგვრა და მათი წამება და ეს დადასტურდა
დაკავებულია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების და მოსახლეობის მიმართ. რატომ არ არის თუნდაც საქართველოს მოსახლეობა და რატომ არ საუბრობს იმ კარგ გაკეთებულ საქმეებზე, რომელიც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ და რატო საუბრობენ მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, რატომ საუბრობენ იმ წამებაზე, იმ არაადამიანურ მოტყუებაზე, რომლის მსხვერპლი შეიძლება აქ ისდეს თითოეული შესაძლებლობა. კარგი. ეს მე რაღაცას გეუბნები. თუ საუბრობ რაღაცებზე, თუ შეიძლება ისაუბრეთ არგუმენტებით. მოდი მოვისმინოთ ეს არგუმენტები. დავასრულებ ჩემი მოსაზრება, თუ გაინტერესებს ჩემი მოსაზრება, ვენდობი თუ არა, იმიტომ რომ მე პასუხი გავეცი ამ ადამიანებს. მე შემიძლია ვთქვა რომ ვენდობი ამ მონაცემებს, რადგან ეს არის დღევანდელი გადმოსახედია. დიახ, თქვენ როგორც თქვით, ხალბატონო, დღეს ჩვენ ცხოვრობ და მით უმეტეს ჩვენ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად ვიცით და კარგად ხედავთ ჩვენ გამოვიარეთ ის პერიოდებიც, ზუსტად რომელმაც ჩვენ თავზე გადაიარა და ძალიან კარგად ვიცით რა ხდებოდა მაშინ და რა ხდება დღეს. მაშინ კრიმინალებიც იყვნენ, ყველა პერიოდშია კრიმინალი, ყოველთვის იქნება დანაშაული, მაგრამ მაშინ კრიმინალი იყო ასევე სამართალდამცავი ორგანოები. მაშინ და ახლა, მოდი შედარებაზე წავედით. არ მეშინია გარეთ გამოსვლის, იმიტომ პოლიცია დღეს მე არ ჩაგრავს და არ არ ჩაგრავთ პოლიციის მიერ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ ფაქტები. აი ესენი არიან ის ადამიანები, რომელიც ყოველთვის განმიცხადებიან. ამავდროულად თქვენ მე ახლა კითხვა დამისვით, რომელიც არ შეესაბამება არანაირი ადეკვატურობა. თუ შეიძლება სხვა ცალაპარაკი თუ შეიძლება რა ხმით არ ვაჭარბებ მოდი გიხდით ყველას ჩვენ დროც საკმარისად გვაქვს და რაც შეიძლება მოკლედ და შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურებში არიან ისევ ის ადამიანები, ისევ ის პოლიციელები, რომლებიც მუშაობდნენ 2012 წლამდე პოლიციაში და რომლებიც მოქმედებდნენ იმ მეთოდებით, რომელი მეთოდებითაც თავიანთი პირადი ვიწრო ინტერესების გატარებას ცდილობდნენ ადამიანებზე ზეწოლით და ადამიანებზე ჩაგვრით. აქედან გამომდინარე, დღეს პოლიცია უნდა გაიწმინდოს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩირქს ცხებენ სამართალდამცავ ორგანოებს და უნდა მოხდეს ამ შემდეგ ალბათონ შორენა. აქ თქვენ ახსენეთ ლობიერი პოლიტიკა, რომლითაც დაიწყო ამ ხელისუფლებამ ამინისტიით, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გამოშვებით, რასაც მაშინ უკაცრავად დამასრულებინეთ. მათი სახელით უნდა დაგავარდეთ. არავითარი თუ შეიძლება მაპასუხებინეთ. თუ შეიძლება მაპასუხებინეთ. არა, მომისმინეთ ყველას. ეს არის ნინო მომისმინეთ. ეს არის დებატები და მათ შორის დამოკიდებულია ოპონენტების აქტიურობა. დებატებია. ამიტომ ვაძლევ ყველას ხალბატონონა. მაგრამ მე აქ ვარ იმისთვის, რომ რეაქცია გავაკეთო და ვუპასუხო დეზინფორმაციას, რომელსაც თქვენ ავრცელებთ. სხვადასხვა ციფრების თქმით. თუ შეიძლება დაამაცადეთ. თქვენ ბრძანდებით ადვოკატი და თქვით საოცრება, რომ წინა ხელისუფლების დროს ჰქონდათ ბევრი საქმე და თურმე ახლა საქმე არ გაქვთ. როცა ჩვენი საზოგადოება, ტელემაყურებელის და ჩვეულებრივ ტელევიზორშიც დამასრულებინეთ. აღარ გაქვთ საქმე, როცა ყოველდღიურად გვესმის მძიმე კრიმინალური ფაქტების შესახებ და მათ შორის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების და დანაშაულის შესახებ დაკავებულების მიმართ. ახლახანს იყო ახალგაზრდა ბიჭი, ფოტოები ვნახეთ, რომელიც დააკავეს და მისი ადვოკატი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მასზე ჰქონდა არის განხორციელებული ძალადობა უკაცრავად. პოლიტპატიმრებზეც გაგცემთ, მაგრამ თქვენ არ ხედავთ და არ გინდათ დაინახოთ ის ძალიან მძიმე კრიმინალური სიტუაცია, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და რომელიც არის პირდაპირი შედეგი ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის. ჩვენ იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილს არ ვიცნობ და მასზე სალაპარაკო არ ვიცნობ, გასაგებია, მაგრამ ის არის დღეს ქვეყნის რეალური მართვა. თუ შეიძლება დამასრულებინეთ. მოემზადეთ და შაბათონი ეკა დაასრულებ შემდეგ თქვენ სახელმწიფო ინსტიტუტები როცა სუსტ
იცვლება და არის სუსტი, იქ კრიმინალი გამოდის გარეთ. ესე იყო შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში და ესე გვაქვს დღესაც სამწუხაროდ, რადგან ბიძინა ივანიშვილი მოვიდა დაპირებით, სად არის ბიძინა ივანიშვილი დაგებით უნდა მოვკიდებულიყავით კრიმინალს, ხო თქვა მან ესეთი. რაც შეეხება თუ ნინო, იმავე საკეთებთ ახლა რასაც ოპონენტებს აყვედურებთ. ბოდიში რა, დავასრულებინოთ ეკა. რაც შეიძლება ნინო, იმავე საკეთებთ თქვენი პოლიტპატიმრებს. თანაგუნდელის მიმართ, რასაც აყვედურებთ ოპონენტებს. დავასრულებინოთ. პოლიტპატიმრის თქვენმა მოწონებულმა ხელისუფლებამ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოუშვა პოლიციელ მასურაშვილის მკვლელი, რომელიც მოკლეს 26 მაისს 2011 წელს. ეს ამ ადამიანის მკვლელი პოლიციის მკვლელი თქვენმა ხელისუფლებამ გამოუშვა პოლიტპატიმრის სტატუსით. ეს იყო პირდაპირ ნიშანი იმის, როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ხელისუფლებასთან, ამდენად ანტისაკმაყოფილებელი დამოკიდებულება აქვს ისეთ ინსტიტუტთან, რასაც წარმოადგენს პოლიციის ინსტიტუტი. გასაგებია, მადლობა. საბატონშორები. იმდენ საოცრებას ვისმენ, რომ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის მოთმენა. და მოსმენა ესე მშვიდად. არ მოითმინოთ. არა, უნდა ვუპასუხო და ძალიან გთხოვ მაცალე რა, აი ძალიან 2-3 წუთი მხოლოდ. პირველ ყოვლისა, ყველას მოგესალმებით, მაყურებელს და ძალიან მინდა ერთი რამ ვთქვა. იმ ხელისუფლების დამცველებისგან, იმ ხელისუფლების პირობებში, როდესაც ქვეყნის მთავარი პოლიციელი და მისი ცოლი იყო დანაშაულის ორგანიზატორი და ჩამდენი, ვერასოდეს ვერ მივიღებ. ვერანაირ არ იმას მსჯელობას, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, როგორც არ უნდა მომწონდეს და არ მომწონდეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არის დანაშაულებრივი და მიშა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყველაფერი იყო აჟურში. 300,000 ერთი წამით ქალბატონო ეკა თუ შეიძლება მაცალეთ რა. 300,000 პრობაციონერი იყო ქვეყანაში. როგორი აღიარებითი ჩვენებები იყო ძალიან კარგად ვიცით და იგივე იმ გირგულიანის საქმე, რომელცის ხსენებაც ამათ არასოდეს არ მოსწონთ ახო. იმედი რომ არ ყოფილიყო ტელეკომპანია იმედი, ნამდვილად ვერ გაიგებდა ქვეყანა და როგორ დასაჯეს ბრჭყალებში შემდეგ ის პოლიციელები, ისი ძალიან კარგად დავინახეთ. მე ჩემი ამ დღევანდელი ხელისუფლების და პოლიციის მიმართ სულ სხვა პრეტენზია მაქვს. ზედმეტად ლოიალურია და მე მოვუწოდებ ჩემს პოლიციას ვის მიმართ? ზოგადად დანაშაულის მიმართ და რას გულისხმობ გეტყვი? ბათუმის ერთი წამით რას გულისხმობ მაცალეთ? სახელმწიფოს მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიმართ ისინი არიან ლოიალურები. ჩემი აზრით ბათუმის მოვლენებმა მე ეს დამანახა, როდესაც ვანო მერაბიშვილის პოლიციიდან ერთი წამით რომელიც პირდაპირ რომ დახოცეთ, დახრიტეთ, მოკალით, მე მესმოდა იმ პოლიციის თავარი პოლიციელის ბრძანება, შინაგან საქმეთა მინისტრს გულისხმობ, არ ესროლოთ, არ მოკლათ. აი ეს პოლიცია მივიღე მე დღეს. და მე მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის სიცოცხლის მხარეს ვარ, მე არანაირი სიცრუე არ არის, ძალიან გინდოდათ, რომ სვერპრი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოგივიდათ, იმიტომ რომ სისხლზე და ცრემლებზე მოდიოდით 9 წელიწადი. და დღეს ეს არა გაგვდა, იმიტომ რომ კომპასი გაქვს დაკარგული ბოლომდე და რას მიედმოედებით აღარ. მადლობთ, ქალბატონ შორე. აი ეს არის სიმართლე. ჩვენ ჩვენ ნახეთ რეკლამის დროა, რო არ გამოვაცხადო არ შეიძლება. ბრუნდებით ჩვენ მეორე ბლოკიც ამ თემას ეთმობა, თქვენგან დავიწყებთ. კი ბატონო. რამდენიმე წუთში კვლავ პირდაპირ ეთერში.